რა რეფორმები უნდა გატარდეს ძალობან უწყებებში არასამთავრობოები დეპუტატებს საკუთარ ინიციატივებს აცნობენ. მესამე სექტორი საუბრობს სხვადასხვა ცვლილებაზე, მათ შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების გამოყოფა და მთავარი პროკურორის დანიშნვის წესი. მათ მიერ შემუშავებულ ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით ქვეყნის მთავარი პროკურორი პოსტზე პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. რას პასუხობენ დეპუტატები არასამთავრობოების და მისაღებია თუ არა მათთვის ეს ინიციატივები, მას ნიკა მოლოდინაშვილი მოგვიყვება. ნიკა, კიდევ რა ცვლილებებზე არის საუბარი არასამთავრობოების მიერ წარდგენილ ხედვაში? დიახ, თამარ, სამოქალაქო ფორუმი, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმრო რედისონში, გულისხმობს და მთავარი თემები არის ორი მიმართულება, ეს არის მთავარ პროკურატურაში ზოგადად პროკურატურის სისტემის რეფორმირება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, მთავარი პროკურატურა ამ დრომდე მთავრობის შემადგენელი ნაწილია და აუცილებელია, რომ მთავარი პროკურორის დანიშნვის წესი შეიცვალოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ამ დროისთვის არსებობს ორი ვარიანტი, რომელიც გულისხმობს, რომ მთავარი პროკურორის დანიშვნა მოხდეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას, არასამთავრობოების შეფასებით აუცილებელია, რომ მოხდეს გაყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს უშიშროების სამსახური და დარჩეს ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ამ რეფორმის განხორციელება ერთ თვეში შეუძლებელი არის და ამას დრო ჭირდება, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის პროკურატურის რეფორმაზე, რადგანაც ერთის მხრივ უნდა უზრუნველყოფილი იყოს პროკურორის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად ვიფიქროთ მისი დანიშვნის ახალ წესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს კონსტიტუციაში და შესაბამისად, მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩვენი მოსაზრება ის არის, რომ უშიშროების გამოყოფა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროდ ეს არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია სიღრმისეული რეფორმების ჩატარება, ასევე ყველაფრის ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია არ დაგვაუწყდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც დღეს ზედმეტად მეტ ძალაუფლებას აერთიანებს, მოხდეს ამ ძალაუფლების გამიჩნდა, ვინაიდან როდესაც ბევრია ძალაუფლება, დიდი რისკი, რომ მოხდება მისი ბოროტად გამოყენება, რაც შეეხება მთავარ პროკურატურას და ზოგადად პროკურატურის სისტემას. ერთ-ერთი ძირეული ცვლილება, რაც ამ სისტემამ უნდა განიცადოს, არის მთავარი პროკურორის დანიშვნის თუ არჩევის წესი, ვინაიდან დღეს პროკურატურა არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, ის არის იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება და ბუნებრივია ეს მოდელი ვერ უზრუნველყოფს ვერც ნორმატიულ დონეზე და ვერც პრაქტიკაში პროკურატურის დამოუკიდებლობას. რეფორმის მთავარი მიზანი უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ერთის მხრივ ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი პროკურატურა, მაგრამ მეორეს მხრივ ბუნებრივია ეს პროკურატურა უნდა იყოს ანგარიშვალდებული კანონის და საზოგადოების წინაშე. შეფასებები გაკეთა დღეს დეპუტატების მხრიდან, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, მათი ერთ-ერთი მთავარი დანაპირები წინა საარჩევნო პერიოდში იყო სწორედ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება და როგორც დეპუტატები ამბობენ, პირველი ფაზა და პირველი ეტაპი დასრულებული არის ამ რეფორმის, ხოლო ეხლა აუცილებელია, რომ რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყოს და ისინი ამბობენ, რომ რაც შეეხება უკვე დეტალებს, თუ ვინ უნდა დანიშნოს მთავარი პროკურორი, ეს უკვე განსჯის საგანია. იმისთვის, რომ პროცესი იყოს შეუქცევადი, პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ კანონს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ იყოს გასამხედროებული ორგანიზაცია, ის არ იყოს პოლიციის სამინისტრო, ის იყოს სამოქალაქო დაწესებულება, რომელიც ძალიან ბევრ შინაგან საქმეებს აგვარებს, მათ შორის პოლიციასაც პატრონობს, ამისთვის საჭიროა გადამწყვეტი რეფორმების გატარება და ეს მიგვიყვანს ძალიან მნიშვნელოვან სიახლემდე. იმ სიახლემდე, როდესაც ქვეყნის ერის, საზოგადოების, სახელმწიფოს საფუძველი იქნება განათლებული და თავისუფალი მოქალაქე და პოლიციელების და პროკურორებიც იქნებიან განათლებული, თავისუფლების მოყვარე ადამიანები, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება მოქალაქეთა თავისუფლებების და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. რეფორმა გულისხმობს შემდეგს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაცია, სისტემური
ცვლილებები ემსახურებოდეს ამ სამინისტროს უფრო მეტად გაძლიერებას. პროკურატურის სისტემურ რეფორმასთან დაკავშირებით მუშავდება რამდენიმე მოდელი და საბოლოოდ სამუშაო ჯგუფები, რომელმაც უკვე დაიწყო მუშაობა, შერჩეული იქნება ერთ-ერთი, მაგრამ მთავარი პრინციპები, რითიც ჩვენ მოდელთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ, ეს არის, რომ უფრო მაღალი ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობასთან ერთად ანგარიშვალდებულება, საპარლამენტო თვალსაზრისით გაცილებით უფრო ეფექტური და გაზრდილი კონტროლი. ვთვლი, რომ დღესდღეობით არსებული სისტემა ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს და ნაკლებობები და ხარვეზები ჩვენ კარგად დავინახეთ, როდესაც რიგ შემთხვევებში სამართალდამცავები იქნენ გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისათვის, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია, ეს ქართული ოცნების ერთ-ერთი წინასწარი დაპირება იყო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ დაპირებას ქართული ოცნება აღასრულებს ჩვენიდან, ეს არის აუცილებელი იმისათვის, რათა ქვეყანაში განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურის მთლიანი მოშლა ქვეყანაში და ბუნებრივია არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს ხელისუფლებას იმისათვის, რომ ეს რღვევა ამ სისტემის და პოლიტიკური დევნა და ყველაფერის რაც ხდება ამ სისტემაში ბუნებრივია შეჩერდეს. ეს უკავშირდება პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდას და წინადადებები, რასაც არასამთავრობო სექტორი წარადგენს, ნამდვილად ღირს განსახილველად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაიწყო საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმირებაზე. ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ კარგი დროა ამ დაწესებულებების სანდოობისა და ანგარიშვალდებულებების ამაღლებისთვის, რომელს უწყებები გამჭვირვალედ აწარმოებდნენ თავიანთ საქმიანობას. პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ცდილობდნენ დაცული იყოს ადამიანის უფლებები. საზოგადოების ნდობა ჩვენი აზრით შესაძლებელია მიღწეული იქნეს სწორედ რეფორმების მეშვეობით. დღევანდელ ფორუმში მონაწილეობენ იმ უწყებების წარმომადგენლებიც, რომელთა რეფორმირებაც იგეგმება. აქ იმყოფება ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც კომენტარს სავარაუდოდ უკვე დასრულების შემდეგ გააკეთებს და ამ პოზიციას თუ რა პოზიცია აქვს ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას რეფორმებთან დაკავშირებით უკვე შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, ეს იყო ნიკა მოლოდინაშვილი. რამდენიმე საათში იწურება